საქართველოს მთავრობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს რუსულმა სამხედრო ძალებმა საქართველოს დაპყრობა დაიწყეს. ქვეყნის ტერიტორია იბომბება ინტენსიურ ავიაიერიშებს ახორციელებენ თბილისზე, ფოთზე, აჭარის სოფლებზე და ყველა რეგიონზე. მარტო წუხელ საქართველოს თავზე ერთდროულად 50-მა რუსულმა ბომბდამშენმა გადაიფრინა. მათი სამიზნე მოსახლეობა და ტელეკომუნიკაციების სისტემები იყო. დღეს კი ზუგდიდში რუსმა მშვიდობისმყოფელებმა ქართველ პოლიციელებს იარაღის დაყრა მოსთხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო უწყება მაცნობა რუსეთის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რუსეთის შეტევა საქართველოს წინააღმდეგ მაინც გრძელდება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად საერთაშორისო გაერთიანების დაუყოვნებლივ ჩარევას ითხოვს. ქართული პოლიცია რჩება ქალაქ ზუგდიდში და ასრულებს თავის მოვალეობის შესრულებას. რაც შეეხება ახალ ფრონტის ხაზებზე არსებულ ვითარებას. გუშინ მიმდინარეობდა მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიური დაბომბები, განსაკუთრებით მძიმე იყო ქალაქ გორში. აქ რამდენიმე ათეული თვითმფრინავი ბომბავდა ქალაქ გორის ალკეულ ობიექტებს, საბედნიეროდ მსხვერპლი დაჭრილები არ არიან. ასევე დაბომბება განხორციელდა რამდენიმე თბილისის შემოგარენში. ერთ-ერთი სამიზნე იყო თბილისის სამოქალაქო აეროპორტის რადიოლოკაციური სისტემები, რომელმაც მართალია გარკვეული ზარალი განიცადა, მაგრამ თბილისის აეროპორტი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, მას შეუძლია მიიღოს თვითმფრინავები. შემდეგ ინფორმაცია მინდა მოგოწოდო, საქართველოში ყველა გზა, მათ შორის გზაგორთან არის გახსნილი. ყველა გზა საკონტროლებს ქართული პოლიცია და პატრული ჩვეულებრივ მუშაობს, ამიტომ გადადგილება არის შეუძლებელი. ქართული ჯარისკაცები და პოლიციელები ამაგრებენ პოზიციებს კონფლიქტის ზონის სამხრეთით, როგორც მოიხსენებათ. ჩვენ გამოვედით კონფლიქტის ზონიდან, მაგრამ ვიცავთ თითოეულ ქართულ ქალაქს და ქართულ სოფელს, რომელიც კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს. ამ წუთისთვის მათ წინააღმდეგ ჩვენ ჯარების წინააღმდეგ ხორციელდება საარტილერიო და სააბეჭდო დარტყმები. სახმელეთო შტურმი არ არის და როგორც მოიხსენეთ, ამ საავიაციო და სახმელეთო შედეგად დაზარალებულ დაჭრილები არ ყავს. რაც შეეხება კოდორის ფრონტზე არსებულ ვითარებას, კოდორზე განხორციელდა რამდენიმე იერიში. ყველა იერიში მოიგერიეთ. ჩვენ ძალებს არც ერთი მეტრი თუგან არ დაუხევიათ, არც აპირებენ უკან დახევას. ასე რომ ასე ვთქვათ, კოდორში ვითარება არის ძალიან ნორმალური და ჩვენ ჯარისკაცები და პოლიციელები ვთქვათ, გმირობის არ ნახουν მაგალითებსავლედნენ. ზუგდიდში არსებულ ვითარებაზე უკვე მოახსენეთ ბატონმა თემურმა. ზუგდიდშიც მინდა დავამატო, რომ გზა გახსნილია და მოძრაობა იქაც შეუზღუდავია. ქართული პოზიციები მოახსენებათ, რომ განლაგებული არის კონფლიქტის ზონის სამხრეთით. ქართული სოფლები და ქალაქები ყველა არის დაცული, ტრასა არის დაცული. ჩვენები კარგად არიან გამაგრებულები და მიუხედავად ინტენსიური დაბომბებისა, რომელიც მთელი დღე მიმდინარეობდა, ჩვენ შორის მსხვერპლი არ არის. გარდა ამისა, მინდა განსაკუთრებით გამოვიყენოს, რომ გუშინ მოხდა განმუხურის ახალგაზრდული ბანაკის დაბომბვა. მოიხსენებათ, ეს ბანაკი იყო ცარიელი, მაგრამ როცა ბავშვების ბანაკს ბომბავენ, ეს უკვე ბარბაროსობაა. ფრანგ და ფინელ დიპლომატებს გორში რუსული აგრესიის შედეგები აჩვენეს. ეს არის ნამდვილი უბედურება. ამის მხარდაჭერა შეუძლებელია. ჩვენ მარტო კი არ უნდა დავგმოთ მსგავსი ფაქტები, არამედ ვიმუშაოთ და შევაწყვეტინოთ ბრძოლა. ჩვენ გვინდა შევარჩიოთ ეს სისხლიანი ომი და დავაბრუნოთ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ აქ ამიტომ ჩამოვედით, გავიმგზავრებით მოსკოვშიც და შევთავაზებთ რუსეთს ხელი მოაწეროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს. შოკირებული ვარ იმით, რაც აქ ვნახე. აქ ამიტომ არ ჩამოვედი, რომ მორალური შეფასება მივცე ამ ყველაფერს. ბერნარ კუშნერთან ერთად შევეცდები მივახციოთ ცეცხლის შეწყვეტას და სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავებ. ძირფასო თანამემამულენო, ამ ძალიან მნიშვნელოვან, გადამწყვეტ და მძიმე დროს ჩვენი სამშობლოსთვის მე მინდა მოგმართოთ იმისათვის, რომ აღიწეროთ არსებული მდგომარეობა და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნის გზები და როგორ მუშაობთ ამ გზებზე მოგახსენოთ. მე პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ის რაც ხორციელდება ახლა საქართველოს წინააღმდეგ, სრულიად ნათელია, რომ არის მრავალი თვის წინ, თუ არა წლების წინ დაგეგმილი სამხედრო ინტერვენცია, რომლის მიზანი არის როგორც მინიმუმ სამხრეთ ოსეთის და აბხაზეთის ოკუპაცია და ანექსია და როგორც საბოლოო შედეგი თლიანად საქართველოს ოკუპაცია და დამონება. ის საინტერვენციო ძალა, რომელიც შემოვიდა საქართველოში, არის ძალიან მრავალრიცხოვანი
ძალიან სერიოზული და რა თქმა უნდა შეიცავს სასიკვდილო საფრთხეს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. დღეს თითოეული ჩვენგანის თავისუფლება და მომავალი არის ძალიან მძიმე დარტყმის ქვეშ. დღეს ხორციელდება საქართველოს ხელახლა ოკუპაციის, დამონების, მისი დამოუკიდებლობის ჩამორთმევის ცდილობა. ხორციელდება დარტყმები კოდორის ხეობის მიმართულებით, ზემო აფხაზეთში, ხორციელდება დარტყმები აფხაზეთის და სამეგრელოს მიმართულებით, გუშინ იყო მცდელობა გორის აღების, რომელიც მოგიერებული იქნა ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ. მე მინდა თქვა, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ძალიან კარგად იბრძვიან, მათი მორალი სულ უფრო იზრდება. რა თქმა უნდა, მე ძალიან წუხარ და ომიარი ხალხო და რა თქმა უნდა, გვაქვს დანაკარგები, მაგრამ მოწინააღმდეგეს აქვს ბევრად მეტი დანაკარგი, მე ამას ვაცხადებ მათივე წყაროებზე დაყრდნობით სხვათა შორის. მაგრამ ეს არის ძალიან მძიმე გამოცდა და ჩვენი რეალურად ჩვენი ძალების წარმატება ეფუძნება მათ წარმოუდგენელ ენით აუწერელ გმირობას მოწინააღმდეგე არ მოელოდა თვითონვე აღიარეს გუშინ თავის ოფიციალურ განცხადებაში რომ 12-ჯერ მეტი წინააღმდეგობა შეხვდათ საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდან ვიდრე წარმოედგინათ. მაგრამ მე მინდა სრული პასუხისმგებლობით გავაცხადო, ჩვენ გვინდა დაუყოვნებლივ დასრულება ამ სამხედრო კონფრონტაციის, ჩვენ გვინდა დასრულება ომის, რომელიც ჩვენ არ დაგვიწყია, ჩვენ გვინდა რუსეთის ინტერვენციის შეჩერება. ჩვენ მზად ვართ და დავადასტურეთ დღეს მე ხარდაჭერა საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის და საგარეო მინისტრის კუშნერის გეგმის, კუშნერი იყო ჩამოსული, პრეზიდენტი სარკოზი ჩამოდის ხვალ. მე ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლივ მოვაწეროთ ცეცხლის შეწყვეტას ხელი და მოვაწეროთ ხელი იმას, რომ აღარ განახდეს დაპირისპირება. მე მინდა უთხრა ყველა ადამიანს, ვინც საბრძოლო ვითარების გამო დატოვა კონფლიქტის ზონა. ჩვენ ყველას დაგაბრუნებთ და აქ სანამ ეს კონფლიქტი არ დასრულებულა, მე უმკაცრესი მითითებები გავეცი, უმკაცრესი, რომ არავინ არ იყოს უპატრონოდ მიტოვებული. პირველ საათებში მინდა გითხრათ, რა თქმა უნდა იყო ქაოსი, რა თქმა უნდა იყო, იმიტომ ჩვენ ამისთვის არ ვემზადებოდით და ძალიან მუხანათურად დაგვესხენ თავს, მიუხედავად იმისა, რომ მინდა გითხრათ, რომ თუ გახსოვთ სულს დიდი სამხედრო ბიუჯეტს და იყო ლაპარაკი რისთვის. აი ამ დღისთვის, აი ამ შავი დღისთვის. და ვერ მოვასწარით კიდე იმდენი, რამდენიც მე მინდოდა რომ გაგვეზარდა და გავკეთებია. და კიდე რო ახლა ამაზე ლაპარაკი არ გქეცა, შარშან და შემოდგომაზე რო არ დაგვეკარგა 1000 გვარ შიდა დაპირისპირების დრო, კიდე უფრო კარგად ვიქნებოდით მომზადებული, მაგრამ დღესაც ჩვენ ვართ კარგად მომზადებული და დღესაც ჩვენ რაც თავარი გვაქვს мотиваცია, რომ ჩვენი ქვეყანა მაგრად და სათანადო დავიცოთ. გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა. გადავარჩინოთ თითოეული ჩვენგანის მომავალი. გავცეთ საკადრისი პასუხი მოწინააღმდეგეს. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით თქვა. ჩვენი გადარჩენა ხალხო არის ჩვენი გასაკეთებელი. ჩვენს გარდა ამას ვერავინ ვერ გააკეთებს. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი, საერთაშორისო დიპლომატიური ჩარევა არის გადამწყვეტი, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიქნებით ძალიან მობილიზებული, თუ ჩვენ არ გადმოვიჩინეთ ნამდვილი გმირობა და თავგანწირვა, თუ ჩვენ არ დაუპირისპირდით ამ უზარმაზარ ბრუტალურ ძალას. ჩვენს გარეშე, ჩვენი ყველას თავგანწირვის გარეშე, რა თქმა უნდა, საქართველო ვერ შეაჩერებს ამ დაპირისპირებას და კონფლიქტს. ჩვენ გავაკეთეთ საოპერაციო ანალიზი და სიტუაცია არის უკიდურესად რთული. ჩვენ მოახერხეთ რამდენიმე მათი შეტევის მოგერიება, მათ ვერ მოახერხეს ჩვენი ჯარის ჩამოშლა და ნების გატეხვა, მაგრამ მათ მოახერხეს დღეს საღამოს ცენტრალურ ტრასაზე გამოსვლა და ცენტრალურ ტრასის მეშვეობით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გათიშვა. მე ყველა დასავლურ ლიდერს ვეუბნებოდი, რომ რუსები აგვისტოში რაღაცას გვიპირებენ.
და ვიღებდი რომ არა გონია, ნახოთ, არა რუსები მაგის გამკეთებლები, არა გონია რომ იყო და მე ვობლებოდი რომ ისინი რაღაცას ჩაიდნენ. აგვისტოში როცა თქვენ ყველანი ხართ წასასვლელი დასასვენებლად და როცა ოლიმპიადა და ხალხი სოფლიო იქნება სხვა თემებზე გადავრთული. სამწუხაროდ ეს ჩემი პროგნოზი ძალიან ცუდად ახდა. ჩვენ მუშაობთ თელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მაგრამ მინდა პირდაპირ გითხრათ. ჯერჯერობით მათგან ვიღებთ მხოლოდ ბევრ სიტყვას, დაპირებას, მორალურ ხარდაჭერას, ჰუმანიტარულ ტვირთს ვიწყებთ ვიღებას, მაგრამ ჩვენ გვინდა ბევრად უფრო მეტი ვიდრე ეს. შეაჩერონ აბსოლუტურად თავისუფლებული, თავზე ხელაღებული, გაბრუებული ბარბაროსი აგრესორი, რომელიც შემოსულია საქართველოს მიწა-წყალზე. როგორც 21 წელს არ გააჩერეს, ისევე ან და ვერ გააჩერეს 2008 წელს.